კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დღის 3 საათი ამ დროის ახალამბებს ნუცა კოპალიანი გაგაცნობ, თქვენ უყურებთ ტელემაესტროს და ასევე უსმენთ რადიო მაესტროს FM 94.7. ტელეკომპანია მაესტროს ინტერესების დამცველმა დიმიტრი გაბუნიამ სახალხო დამცველს ახალი მასალა მიეწოდა, რომელშიც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეშლის ფაქტებია ასახული. შეგახსენებთ, მაესტროს ჟურნალისტებმა ომბუდსმენს ერთხელ უკვე მიმართეს, ხოლო გიორგი ტუღუშმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ და საქმის შესწავლისკენ უკვე მეორედ მოუწოდა. ომბუდსმენმა ძალოვან უწყებას ოფიციალური წერილით დღესაც მიმართა. ძალიან ოპერატიულად მივიღეთ შუალედური გადაწყვეტილებები, უკვე პირველი რეაგირება არის. ეს არის ის, რომ მათ მიმართეს პოლიციას და გამოითხოვეს მთელი მასალები, თუ რატომ მოხდა ეს ფაქტი და რაზე დაყრდნობით გააკეთა პოლიციამ ეს ვარიანტი, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამწუხაროდ არ უპასუხა და გაგზავნილი არის უკვე შეხსენება სახალხო დამცველის კანონის შესაბამისად 28 დეკემბერს. და ანუ კატეგორიულად მოითხოვს სახალხო დამცველი ამ წერილში, რომ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მას მიეწოდოს ის მასალები. ასევე გამიმარტეს ზეპირ სიტყვიერად, რომ ხვალ ჩაგვარდება შუალედური გადაწყვეტილება და ჩვენ მივაწოდეთ დამატებითი მასალები, გთხოვეს ის ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს პოლიციის უკანონო მოქმედებებს, ანუ როდესაც ბატონი ეროსი კიცმარიშვილი იძლევა დავალებებს, აძლევს დავალებებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, ვინ როგორ უნდა გალაგდნენ და ყველაზე მთავარი, რომ საპატრულო პოლიცია არ უშვებს ჟურნალისტებს მათი პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად. ეს ვიდეო მასალა ძალიან მნიშვნელოვანია, არ ქონდა სახალხო დამცველს, დღეს მივაწოდეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ რეაგირება მოხდება კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში. პარლამენტმა დღეს 2011 წლის საშემოდგომო სესიის ბოლო რიგარეშეს ხდომა გამართა. ქორუმის არარსებობის გამო ხდომა 15 წუთით გადაიდო, თუმცა დეპუტატებმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობა დაასრულეს. კანონპროექტის თანახმად, რომელიც დღევანდელ რიგარეშეს ხდომაზე საბოლოო დამტკიცს და პოლიტიკურ პარტიებსა და მათთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს აქამდე მიღებული დაუხარჯავი თანხების უკან დაბრუნება მოუწევთ. კანონპროექტის საბოლოო და უკვე დამტკიცებულ რედაქციაში ჩაიწერა, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვს, ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯათ, ვალდებულნი არიან კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები დააბრუნონ თანხის მიმცემს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიიქცევა სახელმწიფო საკუთრებაში. დამტკიცებული კანონით პოლიტიკურ პარტიებს, ასევე იურიდიული პირების მიერ დაფინანსების მიღება აეკრძალათ. ასევე დაუწესდათ ფიზიკური პირებისგან მისაღები თანხების ლიმიტი. პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 60,000 ლარს. ტრადიციულ ერთ დღესასწაულებზე კი პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩევლებისთვის 5,000 ლარის ღირებულების საჩუქრების გაცემის უფლება ექნებათ. ასევე პარტიებს ამომრჩევლის ყიდვად არ ჩაეთვლებათ ისეთი დაპირება, რომლის შესრულებასაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში შეძლებენ. ინიციატივებთან დაკავშირებით პარლამენტში შენიშვნები როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლებსაც ჰქონდათ. პირველი ეს არის ეხება მეხუთე მუხლი პრიმას, რაც გულისხმობს იმას, რომ აქ საუბარია მოსყიდვაზე, თუმცა აქ უნდა დავაზუსტოთ გარკვეულწილად ფორმულირება, უნდა ვთქვათ, რომ ეს არ ეხება იმ ტიპის დანაპირებებს, რომელიც შეიძლება პარტიამ გააკეთოს მის ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში საბიუჯეტო ხარჯებიდან. ამიტომ კონკრეტულად ეს უნდა დავაზუსტოთ. მე და გეკვეპუნქტში უნდა დაემატოს საარჩევნო მიზნებისათვის, როცა იურიდიული პირი ახორციელებს რაღაცა საქმიანობას, რომელიც კონკრეტული ან პარტიის საწინააღმდეგო სასარგებლოდ, საარჩევნო მიზნების უნდა გამოიკვეთოს, რომ ხოლმე თუ აქვს საარჩევნო მიზნები, მაშინ გავრცელდება მასზე ეს შეზღუდვები, ანალოგიური უნდა იყოს ფიზიკურ პირზეც, თუ ის მოქმედებს საარჩევნო მიზნებისათვის, მაშინ გავრცელდება მასზე ეს შეზღუდვები. აქვე უნდა იყოს საუბარი გეკვეპუნქტში, როცა საუბარია ნათესაურ კავშირებზე, დაკავშირებულ პირებზე და ოჯახის წევრებზე. ამ მუხლის გავრცელება იურიდიულ პირებზე, ფიზიკურ პირებზე არ უნდა იქნას განხილული ისე, რომ ეს არის ვთქვათ გამოხატვის პოლიტიკური პოზიციის დაკავებას გრძალავს, ესეთ რაღაც არ უნდა იყოს და მეორე მხრივ არ უნდა ზღუდავდეს სამოქალაქო აქტივობას. მესამე პუნქტში შეგვიძლია რომ ეს ჩანაწერი ჩავდოთ. როდესაც ბატონმა პალეკო კუბლაშვილმა მოითხოვა 26 პრიმა მუხლზე დამატებით მესამე ნაწილის დამატებისა, რამდენად შეესაბამება ეს პროცედურას? არის თუ არა ეს უკვე არსებითად ახალი ნორმის გაჩენა მოცემულ კანონმდებლობაში და შესაძლებელია თუ არა ეს მესამე მოსმენით განხილული იქნეს ისე, რომ ამასთან დაკავშირებით არ გაიმართოს წინასწარი კონსულტაცია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დაიწყეთ განხილვა, გამოტანა მესამე მოსმენის და ის არ იყო დარიგებული ხდომათა დარბაზში. მე მგონია წმინდა რედაქციული სტილისტური იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით შენიშვნა შეიძლება გავაკეთოთ, რომ მეხუთე პრიმა მუხლი
და 25 პრიმა მუხლის მეოთხე პუნქტი რაღაცა შესაბამისობაში მოვიყვანოთ, იმიტომ რომ ერთში ძალიან კაფიოდ წერია, რომ ყველაფერი ეკრძალება ყველანაირი საჩუქარი პარტიას და 25 პრიმას მეოთხე პუნქტში კი წერია, რომ დღესასწაულების დროს 5000 ლარის ფარგლებს შეუძლია და ან მე სწორია ბატონ დავით ერთი წუთი დავამთავრებ უბრალოდ მეხუთე პრიმაში იყოს მითითება 25 პრიმაზე და ეგ არის ბატონ დიმიტრი შეიძლება რომ მითითება გავაკეთოთ ერთი პუნქტიდან მეორეზე თუ არ გავაკეთოთ არ მე მინდა გითხრათ ბატონ დიმიტრი რომ აღელვების საფუძველი ამ შემთხვევაში არ აქვს ბატონ დავით მიუხედავად თქვენგან დიდი პატივისცემისა ალბათ არ არის ამის დაზუსტება საჭირო და ტექსტში როგორც არის დარჩება ის უჩნელი დაყენებული ჩემი საკითხი ასახული ექნა მეორე მუხლს დაემატა ქვეპუნქტად სადაც არის ნათქვამი რომ იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს რომლებმაც აი ამ მოქმედი კანონის უკვე მოქმედი კანონის დარგული შემოსავლები და ეს თანხები არ აქვს გახარჯული და მათ აქვს აკუმულირებული გარკვეულწილად არჩევნებისთვის ამ ადამიანებს ეძლევათ გარკვეული ვადა ეს სამდღიანი ვადაა რომ ეს თანხა დაუბრუნონ უკან იმ ადამიანებს ვინც ეს თანხა ჩაურიცხათ მათ იმ შემთხვევაში თუ კი ეს თანხა მათ გახარჯული აქვს ბუნებრივია ისინი ყველანაირი პასუხისმგებლობიდან არიან თავისუფალი Deputati John Dibagaturia დღეს ინიციატივით გამოვიდა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კომუნალურ გადასახადებზე დავალიანების ჩამოწერის საკითხი დასვა. მიღებული ამ გადაწყვეტილებას პარლამენტმა უკვე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. სრულიად ახალი ინიციატივა და ეს არ შეეხება სიგარეტისა და ნავთობის კონტრაბანდისტების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებას, რაც დღესაც დარიგებული ამ წუთებში დარბაზში და თუ კი პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას, იქნებ მეორე მოსმენის დროს იქნას წარმოდგენილი საბოლოო ტექსტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვიმსჯელებთ უკვე ამ კანონპროექტთან მიმართებაში. ბატონ ჯონდი, რახან თქვენი მხრიდან ფიქსირდება ეს პოზიცია, რომ ეს ეხება მხოლოდ იმ პირებს, ვინც არიან სიგარეტის ხარს მიღმა, ან არიან პენსიონერები, და ეს ეხება მხოლოდ ორი ტიპის დარღვევას. ერთი ეს არის უბილეთო მგზავრობა, მეორე ეს არის ჯარიმები, რომელიც დაკავშირებულია არაკომუნალური გადასახადი, არის ჯარიმა, რომელიც უჯრედში უკავშირდება იგივე პირებს, სოციალურად დაუცველ სიგარეტის ხარს მიღმა და პენსიონერებს. ამ ნაწილზე პირველი მოსმენით მე ვფიქრობ კოლეგებო, ჩემი წინადადება არის პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროთ. ბუნებრივია თითოეული ჩვენთაგანი რა თქმა უნდა იმ ადამიანების გვერდში დგას, რომელთაც ცხოვრება დღესაც ძალიან ძიმეა სამწუხაროდ და ჩვენ ვიცით რომ მათ ბევრი პრობლემები აქვს, რომელთა გადაჭრაშიც უნდა დავეხმაროთ. პირველი მოსმენით მხარს დაგიჭერთ, ბატონ ჯონდი, და მეორე მოსმენამდე იქნებ გავაკეთოთ ესეთ რამე რომ ციფრობრივად ნახოთ ყველგან რა რიცხვია საუბარი, რამდენ ადამიანს ეხება, რამდენი იქნება თანხა, რომელიც ამისგან შეიძლებოდა შესულიყო თქვა ჯარიმის სახით და ასე. ფრაქცია ერთობა სამართლიანობისთვის ითხოვს რეგლამენტით მინიჭებული უფლება 30 წუთი გამოიყენოს როგორც შემაჯამებელი გამოსვლა აი ამ სესიის დახურვის და გთხოვთ მოგდაგვითმოთ ეს 30 წუთი იმისათვის რომ შევაჯამოთ რამადელი წელი. ბატონ ჯონდი, პრობლემა ის არის, რომ ჩვენ დაგვჭა ერთადერთი საკითხი კენჭისყრა და ჩვენ გადავედით კენჭისყრის პროცედურაზე, რაც მე წეგან გამოვაცხადე. ეს რომ დაგეყენებიათ წინა საკითხამდე 2 წუთით ადრე, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ უკვე კენჭისყრის პროცედურაზე გადავედით, სამწუხაროდ რეგლამენტი ამის უფლებას აღარ მაძლევს. კენჭი არ დაწყებულა. საკითხის დასრულების შემდეგ დასრულდა საკითხი, რომელსაც ეხლა გამოქონდა ლაშა თორდიას და რეგლამენტი დავაყენეთ 30 წუთი, ბატონ დავით. პროცედურა კენჭისყრის ჯერ არ დაწყებულა. დასრულდა პროცედურა და ვითხოვთ 30 წუთს იმისაც, რომ შევაჯამოთ მძიმე წელი, რომელიც თქვენი მმართველობის დროს გაიარა ჩვენმა ქვეყანამ. ანუ ადასტურებთ იმას, ბატონო ალეკო, რომ ბატონმა ჯონდიმ მას შემდეგ რაც საკითხი დასრულდა და მოითხოვა ფრაქციისთვის განკუთვნილი 30 წუთით სარგებლობის უფლება, მან დააგვიანა მხოლოდ 2 წუთით ამ უფლების გამოყენების მოთხოვნა? ამას ადასტურებთ? ერთი წუთი ახლა. ამას ადასტურებთ, მე გეკითხებით, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ 2 წუთით დავაგვიანეთ თურმე განცხადების გაკეთება ჩვენთვის კუთვნილი დროით სარგებლობის უფლების მოთხოვნის შესახებ. თქვენ ამას ადასტურებთ იურიდიული დეპარტამენტი? მე ვადასტურებ იმას, რომ პროცედურა არის კენჭისყრის და ამ დროს არ შეიძლება თქვენ. დიდი მადლობა. მადლობთ. რაც შეეხება ჩემ განცხადებას, არ გვინდა ხა წვრილმანი ასეთი ინტრიგანული ინტერპრეტაციის ცდილობები, ბატონ დიმიტრი, მე ვთქვი, რომ წინა საკითხის ამოწურვამდე, თუნდაც 2 წუთით ადრე საკითხის ამოწურვამდე რომ დაგეყენებიათ, პრობლემა არ იქნებოდა.
შიზოფრენიით დაავადებული ნაციონალური მოძრაობა ასე შეაფასა თინა ხიდაშელმა კობა ხაბაზის ინიციატივა, რომელიც პარტიების დაფინანსების შესახებ კანონისთვის უკუძალის მინიჭებას ითხოვდა. რესპუბლიკური პარტიის წევრი დარწმუნებული ფინანსების შესახებ კანონი ხელისუფლებამ სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ გადაწყვიტა. ეს არის შიზოფრენიის ზღვარზე მყოფი ადამიანები, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს კანონი. რაც ნიშნავს უკუქცევითი ძალა კანონის. დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს თამაშის წესები, რომელსაც თუ ცვლი, მე პრეტენზიაც კი აღარ უნდა გქონდეს, რომ ოდნავ მაინც დემოკრატიული ხარ, მაგრამ ისე თუ მაინც ახლა ძალიან გულგინოთ რამე გითხრათ, მე პირადად მაინტერესებს თარიღი. იქნებ თარიღი გითხრას, აი 7 ოქტომბრიდან უნდა მივცეთ უკუქცევითი ძალა თუ ავიღოთ და 2004 წლიდან თუ გაავრცელებენ, კი ბატონო დავითვალოთ. მოდით დავითვალოთ, ვის რამდენი ფული წაართვეს, ვის რამდენი ფული მოპარეს. ვის რამდენი ძალით მიატანინეს, ვის ტენდერებიდან წილი მიატანინეს, დავითვალოთ, ძალიან საინტერესო და სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება ნაციონალური მოძრაობა. თინა ხიდაშელი ასევე დარწმუნებულია, რომ ცოტა ხანში ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პარტიის თავმჯდომარე და ასევე სის პირველი ნომერიც იქნება, როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრი განთქმის საფუძველს გუშინ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აძლევს, რომლითაც ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინეს. თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ შიდა და გარე ზეწოლის პირობებში სულ მალე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობას ბიძინა ივანიშვილსაც აღუდგენს. ზეწოლა იმდენად მაღალია ამ თემაზე. როგორც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმ 100,000-ობით საქართველოს მოქალაქისგან, რომლებიც ხელს აწერდნენ მთელი ამ თვეების განმავლობაში მოქალაქეობის აღდგენის საკითხს. მაგრამ ასევე ქვეყნის გარედან, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ მისი გადაწყვეტილება გაუქმებულიყო. და ზუსტად ესევე მას მოუწევს მეორე შესაძლებლობის დაშვებაც, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის გადაწყვეტილებაც მიღებული იქნება. ამიტომ პირველი ნომერი სიაში იქნება ბიძინა ივანიშვილი, პარტიის თავმჯდომარეც იქნება ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ცნობით ქართულ ჯგუფზე მორიგი შეტევა განხორციელდა, როგორც სამდინოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რამდენიმე საათის წინ სოფელ ბორიჩის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ხარაგაულის გამგეობის წარმომადგენლები შეიჭრნენ და ასოციაცია ატუს თანამშრომლებს ტერიტორია დაატოვებინეს. სასწრაფო სამედიცინო ცენტრს სოფელ ბორიჩი ატუ აშენებდა და ის გასახსნელად უკვე მზად იყო. ამ ეტაპზე სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე კვლავ ხარაგაულის გამგეობის წარმომადგენლები არიან და ატუს მუშა პერსონალს შენობაში შესვლის საშუალებას არ ეძლევენ. იუწყება ივანიშვილის პრესსამდივნო. და კვლავ ქართულ ჯგუფი, რომლის კუთვნილი ტექნიკა უკვე მესამე დღეა ლასარის გამშვებ ტერმინალზე და მათი გამბაჟება არ ხდება. ქართულ ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტვირთის გამბაჟება მიზანმიმართულად ჭიანურდება. ამჯერად საბაჟოზე 247,000 ევროს ღირებულების მობილური კავშირგაბმულობის ტექნიკაა გაჩერებული. კომპანიის ხელმძღვანელობამ ტვირთი ექსპერტებსა და თურქეთის სააგენტოს შეამოწმებინა. ქართულ ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ აქვთ ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ტექნიკა საბაჟოზე ჩამოსვლისას მუშაობდა და სრულ წესრიგში იყო. ანალოგიური ტვირთი ქართულ ჯგუფმა 4 კვირის წინათ ჩამოიტანა, თუმცა მაშინ ტექნიკა ტერმინალ რასარეში დაზიანდა. გაფორმების დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, სხვადასხვა ტვირთის გამბაჟებისთვის განსხვავებული პერიოდია საჭირო. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ისე როგორც სხვა ტვირთები, ეს ტვირთიც ოქთა წითელ დერეფანში, ანუ საბაჟოს თანამშრომლების მიერ უკვე დათვალიერების პროცედურები, რომელსაც ითვალისწინებს წითელი კორიდორი, ის არის ამას არჩევს კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აქამდე არჩევდა სულად სხვანაირად. ანუ საუბარია იმაზე, რომ იგივე გამომგზავნები, იგივე საქონელი, რომელსაც ვიღებდით თქვა 3-4 თვის წინ, ხდებოდა მისი დათვალიერება, ალბათობა იმ ტვირთების დათვალიერების უკვე მაქსიმუმ 5-10%. ეხლა კიდევ არის, როგორც გითხარით, 100%. შეფერხების თაობაზე საუბარი არ არის, ჩვენი მხრიდან აქ საუბარი არის პროცედურაზე, აღნიშნული საქონელი დეკლარაციით წარმოდგენილი წითელ დერეფანში. ეს პროგრამული უზრუნველობა არის. ამას პიროვნება არ განსაზღვრავს, ამას განსაზღვრავს თვითონ მართვის სისტემა. საბაჟო ორგანო წარმომადგენელთან ერთად ახორციელებს დათვალიერებას. შემდეგ საბაჟო ორგანო წარმომადგენელთან ერთად წყვეტს ტვირთთან ურთიერთობას. ამჟამადაც ხო გითხარით, მიმდინარეობს კამერალურად ტვირთთან შეხება. თუ საბუთები ყველაფერი წესრიგში აქვს, ჩვენ გაგვიშვენო 6 წუთშიც გაგვიფორმებია დეკლარაცია ერთკოდიანი და დამოკიდებულია იმაზეც, რომ ანუ რა რაოდენობის ტვირთი ჩამოაქვს. და ეხლა თუ არის ანუ მაქსიმუმ ყველაზე დიდი, რომ გაჩერდეს არის 2 საათი.
ახალი მემარჯვენე საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს მთლიანობაში პოზიტიურად აფასებენ, როგორც მამუკა კაციტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ახალ საარჩევნო კოდექსში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პუნქტი სრულად აისახა. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ იდეალური საარჩევნო კოდექსი მიიღო, მაგრამ ამ ცვლილებებმა შექმნა გარემო, რომელიც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შანსს აჩენს. შეგახსენებთ, საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა 27 დეკემბერს დაამტკიცა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების, ასე ვთქვათ, манипулირებით ხელისუფლებამ ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვა ისეთი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლის მიხედვითაც ვიდეოთვალი გაუქმდა საარჩევნო უბნებზე, რაც თავისთავად არის უარყოფითი. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული ბუნდოვანი ჩანაწერები პარტიათა დაფინანსების თაობაზე ამ პაკეტის დადებით მახასიათებლად. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ შეიტანა ცვლილება კოდექსში, ანუ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და გუბერნატორებს მიცა უფლება ღიად მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში. მიუხედავად ყოველივე ამისა, 2011 წელს პაკეტის სახით განხორციელებული ცვლილებების საარჩევნო კოდექსში არის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური და წინ გადადგმული ნაბიჯი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გზაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებაში კიდევ მოიძებნება და არსებობს იმის რესურსი, რომ დამატებითი სამუშაოების გაწევის შემდეგ მიღებული საარჩევნო კოდექსი კიდევ უფრო პოზიტიური მიმართულებით შეიცვალოს. ამორჩეულთა ერთიანი სიების დაზუსტების უზრუნველყოფების სახელმწიფო კომისია ცესკოს ამორჩეულთა ერთიან სიებს მომავალი წლის 1 ივლისის ნაცვლად 1 აგვისტოს წარუდგენს. ამის შესახებ აღნიშნული კომისიის თავმჯდომარემ ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ამორჩეულთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. კომისიის ინფორმაციით სხდომაზე რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხი განიხილება. კომისია სამართლებრივი ბაზის სრულყოფის შესახებ ინფორმაციასაც მოისმენს. სახალხო დამცველი პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სათანადო რეაგირებას ითხოვს. გიორგი ტუღუში წინადადებებით მიმართავს მთავარ პროკურორს, რომ დაიწყოს გამოძიება მსჯავრ პირის მიმართ ნომერ მე-18 სასჯელ ახსნილების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. როგორც სახალხო დამცველის აპარატი განმარტავს, მათმა წარმომადგენლებმა მსჯავრდებული მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოინახულეს და როგორც გიორგი ოქროპირიძემ განმარტა, დაწესებულებაში გადაყვანის დღიდან მას სისტემატურად აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ დაწესებულების სარეჟიმო სამსახურის უფროსი ალექსანდრე თოლორდავა, დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი აფსაჯანიშვილი და სხვა თანამშრომლები. ასევე სასჯელის დამატებით ემუქრებოდა სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ ბულბულაშვილი. ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები დეტალურად არის აღწერილი მის ახსნა განმარტებაში, რომელიც სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურაში უკვე გადააგზავნა. საქართველოს დემოკრატიული პარტია კი დამატებითი სასჯელის თემას აფასებს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც პენიტენციალურ სისტემაში სპეციალური კომისიის შექმნას გულისხმობს დამატებითი სასჯელის საკითხს არ განიხილავს. დემოკრატიული მოძრაობის განმარტებით კომისიის შექმნა მათი ინიციატივა იყო, თუმცა მან დამატებითი სასჯელების თემაც უნდა განიხილოს. პირველ თავისუფლების აღკვეთასთან ერთად კიდევ დამატებითი სასჯელი ეკისრება, რაც 7 უფლების ჩამორთმევას გულისხმობს. დამატებით სასჯელს, რომელიც ეხება 7 უფლების ჩამორთმევას, განსაკუთრებით ახლა ძალიან აქტიური არის პასიური საარჩევნო უფლება, არის პედაგოგიური, ასევე საადვოკატო საქმიანობის აკრძალვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში და საჯარო დაწესებულებაში საქმიანობის, გარდა ამისა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს არ გახლავთ რამდენიმე თვით ჩამორთმეული უფლებები, არის 3, 5 და 10 წლის ვადით. ყველა მაუწყებელმა 2012 წლის 1 იანვრამდე შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეავსოს და ტელეკომპანიებმა დამფუძნებლებისა და მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა გახადონ. რეგულირებელი ეროვნული კომისია მიმართავს სამოუწყებლო ლიცენზიის მქონე კომპანიებს, რომ შეავსონ დეკლარაცია, გამოაქვეყნონ საკუთარი ინტერნეტ გვერდზე და ასევე წარმოადგნენ კომისიაში მათი მფლობელების შესახებ დეტალური ინფორმაცია. კომისიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ხატია ყურაშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის აპრილში
მიიღო მედია გამჭვირვალობის გაძლიერების საკითხი. აღნიშნული კანონის მიხედვით აიგრძელა სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობა ოფშორულ ზონებში. ჩვენ გვინდა შევახსენოთ ყველა მაუწყებელს, რომ ეს ცვლილებები ძალაში შედის 2012 წლის 1 იანვრიდან, მათ ვადებში უნდა წარმოადგინონ კომისიაში ეს ინფორმაცია და ასევე გამოაქვეყნონ საკუთარ ვებგვერდებს. მაუწყებლობის შესახებ კანონით გათვალისწინებულია გარკვეული სანქციები კომისიაში წარმოდგენის გამო. პირველადი სანქცია არის გაფრთხილება, შემდეგ უკვე ფინანსურ სანქციებსაც მივიღებთ. მერის პროექტ 1000 ჯიხურის ფარგლებში დღეს მორიგი აუქციონი გაიმართება. აუქციონზე გატანილი ლოტების უმეტესობა კი იმ ადგილებს ემთხოვა, სადაც აქამდე პრესის გავრცელების ჯიხურები იდგა. პრესის გავრცელების სააგენტოები მაცნე, ელვა სერვისი და პლანეტა ფორტე პროექტში მონაწილეობის მსურველებს სოლიდარობას თხოვენ და მოუწოდებენ არ მიიღონ მონაწილეობა იმ ლოტებში, რომლებიც პრესის გამავრცელებელი ჯიხურების განთავსების ადგილებს ემთხოვა. პრესის გავრცელების სააგენტოები ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ გამავრცელებელი კომპანიები ითვალისწინებენ და იზიარებენ თბილისის მერის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშეწყობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ აუქციონებში მონაწილე და გამარჯვებული სუბიექტების წინადადებებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ქალაქის ტერიტორიიდან აიღეს პრესის გამავრცელებელი კომპანიების მაცნეს, პლანეტა ფორტეს და ელვა სერვისის კუთვნილი ჯიხურები, რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა პრესის გავრცელებას ქალაქ თბილისში. წლის 28 დეკემბერს გამოცხადებულ მე-80 აუქციონზე კი ძირითადად გამოტანილია მაცნეს, პლანეტა ფორტესა და ელვა სერვისის კუთვნილი ჯიხურების განთავსების ადგილები. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს და სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა გოროზიას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი საგაზაფხულო სამუშაოებისთვის განკუთვნილი 30 ლარიანი ვაუჩერების დარიგების პროცესით დაინტერესდა. პრეზიდენტის თქმით, ამ პროგრამის მიზანია მოსახლეობას სტიმული მისცეს და მომავალ წელს მიწის გაცილებით მეტი ფართობი დამუშავდეს. ასევე მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებისგან მოისმინა ინფორმაცია ტრაქტორების რაოდენობისა და მათი შემოტანის შესახებ. სააკაშვილის თქმით, იმ პირებს, რომლებმაც ტრაქტორები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავის არიდების გზით შეიძინეს და ამის გამო ტექნიკას არ აჩენენ, ჯარიმა არ დაეკისრებათ. პრეზიდენტის განცხადებით დამალული გადასახადზე ადმინისტრაცია ამნისტიაც გამოცხადდება. არის ტრაქტორების რაღაც ნაწილი, სადაც დღეს დავალიანება არსებობს. ეხლა ბოლო ხანებში ესე გურია, სამეგრელო, კახეთში დავიწყეთ, თავიანთი კახეთში. ჩემი კახეთი არ უნდა დამიჩარო. კი, არ უცდებათ. 10 იანვრამდე სინამდვილეში მორჩება ეს პროცესი. 10 მაქსიმუმ 15 იანვრამდე მორჩება ეს პროცესი. შესაბამისად ამ პერიოდის შემდეგ გლეხებს უკვე შეეძლებათ ამ ვაუჩერის გამოყენება. როგორც ისინი ჩასვლიან საჭიროდ შეეძლებათ ეს ვაუჩერი გამოიყენონ იმისათვის, რომ რეალურად საგაზაფხულო სამუშაოები შეასრულონ, ან იყიდონ შესაბამისი რაოდენობის სასუქი. ჩვენ ტრაქტორები რეალურად ყავს ამდე რომ ამათ გამოიყენონ დაღმაში. რამდენი ყავს ტრაქტორი? არის ტრაქტორების რაღაც ნაწილი, სადაც დღეს დავალიანება არსებობს და ჩვენ ეხლავე გვინდა უთხრათ მოსახლეობას, რომ მათთვის აი ეს დღეს დავალიანება იქნება ამნისტირებული. მაგაზე ხო თქვით, რომ ამნისტია და ყველამ გამოაჩინოს რაც აქვს, რომ თავარია რომ ამუშავონ ეს ტექნიკა და ხალხს მოემსახურონ. დაიწყო ლეგალიზაცია. ჩვენ უკვე დავიწყეთ შემოდის უკვე ციფრები, თუ სად რა ტრაქტორები არის განთავსებული, რომელიც არ არის დარეგისტრირებული სახელმწიფო რეგისტრაციაში და საგადასახადოსთან უკვე მუშაობთ, რომ ამას კანონი მოვარგოთ, როგორ მოხდეს ამის ლეგალიზაცია. უახლოეს პერიოდში ჩვენ ვფიქრობთ იანვრის ბოლოსთვის ეს პროცესი მთლიანად დასრულდება. ამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ არავინ არ შეარდაჩის გამოაჩინოს ყველა ტრაქტორი, რაც აქვს. ახალ ტრაქტორების ჩამოყენას ვიწყებთ, ხო? დიახ. მისკში მიდიხართ ახლა ბელარუსი ტრაქტორებისთვის. დიახ. პირველი 100 თუ 200 ახლა წამოვა უკვე? პირველი ნაწილი 100 ტრაქტორი იქნება ჩამოსული რომ ამ პროგრამასაც მოემსახუროს და ახლობით ჩვენ ვფიქრობთ, რომ თებერვლის ბოლომდე უკვე ჩამოყვანა დასრულდება და მეორე ეტაპიც გვინდა რომ მოვასწროთ. ჩვენ სინამდვილეში 1-5-6000 ტრაქტორი მაინც ვშევდება საქართველოში, ცოტათი მაინც წელში გამართული ვიყოთ რა, ეს არ არის დეფიციტს ქმნის ტრაქტორების. ამიტომ ვთქვით, რომ თუ ვისაც ტრაქტორები არა, მაშინ სასუქი მაინც იყიდონ და ნუ ხა საერთოდ ვერ გააკეთეს, მე ივნისში განაღდონ აიღონ ჩაოლებად ფული, მაგრამ 30 ლარის ეს იაღებას მე მაინც ურჩევდი ხალხს, რომ გამოიყენოს სამსოფლო სამეურნეო სამუშაოებში, იმიტომ რომ ამით უფრო მეტ ფულს ამოიღებს მომავალში. ვიდრე რომ ბოლოს შემოაგდოს სადღაც. ხა გასაგებია, სადღაც კორპუსებში ცხოვრობს, ახლა ძველი მეურნეობები გაუქმებული, სადაც მიწაც კი არ აქვს ხომ ხალხს და უბრალოდ კორპუსებში ცხოვრობს, ან პატარა ქალაქებში ცხოვრობს, მიწა არ აქვს, იმაზე გასაგებია რაც ხდება. მაგრამ ვისაც აქვს მიწა, ყოველთვის 70 ლარად შექმნის ბევრად მეტ მატერიალურ ღირებულებას მომავლისთვის, ვიდრე უბრალოდ შეინახოს. ეს მეგონი ხალხმა ისედაც იცის. კონკრეტულად ადამიანებისთვის, კონკრეტული ოჯახისთვის ეს არის მაინც რაღაცა ხელის შეწყობა. მინიმუმ წახალისება მაინც არის, რომ იფიქრო იმაზე, რომ
დაამუშავა მიწა და არ გააცდინა. მithumetes სოფლიოში რაც პროცესები მიმდინარეობს კრიზისული და შემდეგ მნიშვნელოვანია რომ მიწების მეტი რაოდენობა იყოს დამუშავებული. თან ის პერიოდია მარტი, აპრილი, მაისი, როდესაც ყველაზე ძალიან ჭირდება გლეხს ფინანსური დახმარება რეალურად. ეს პერიოდი როცა ყველაზე დიდი ტვირთი აწევს. მარაგები გათაებულია, ცივა და ამ დროს კარგია რომ რაღაცა სტიმული პატარა გაჩნდეს. სამუშაო გასაკეთებელია, სამუშაო შეასრულებელია, გადასახდელი ამაში თანხა და ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს ვაუჩერი ამ სტიმულს გააჩენს. მე ვფიქრობ ჩვენი შედეგი ის იქნება რომ ბევრად მეტ დამუშავებულ მიწას ნახავთ მაინც მომავალ წელს. ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ კი სამინისტროს 2011 წლის ანგარიში წარმოადგინა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, 2011 წელს მთავრობის მიერ დაპირებული ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის შესრულება დაიწყო. ურუშაძის თქმით, აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით უკვე განხორციელდა მილიარდიანი ინვესტიცია. დაპირებული 100 საავადმყოფოს ნაცვლად საქართველოში 150 ახალი ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების კლინიკა აშენდა. მისივე ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში უკვე 1,5 მილიარდზე მეტი დაზღვეული მოქალაქეა. 2012 წლიდან კი საქართველოს პრეზიდენტის ახალი ინიციატივით ქვეყანაში დაზღვეული იქნება ყოველი მეორე მოქალაქე, ყველა ასაკის პენსიონერი და ყველა სკოლამდელი ასაკის ბავშვი. მაესტრო პრეზიდენტის იმ ინიციატივითაც დაინტერესდა, რომელიც პენსიონერებისთვის უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას გულისხმობს. ანდრია ურუშაძის განცხადებით, ამ პროექტისთვის რეგიონებში სპეციალისტთა გადამზადება დაიწყება. რითი დაამახსოვრდება ჩვენს მოსახლეობას 2011 წელი, პირველ რიგში ალბათ საპრეზიდენტო პროგრამით 100 ახალი საავადმყოფო, 150 ახალი საავადმყოფო, იმიტომ რომ როგორც მოსახლეობამ ტიპულად 30 ახალი კლინიკა გაიხსნა მხოლოდ დეკემბერში და 150-მდე ახალი კლინიკა შევა ძალაში საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. მეორე გამოწვევა, რაც არის, ეს არის დაზღვეული მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა და წელს უკვე დავგეგმეთ და მომავალ წელს ყოველი მეორე მოქალაქე, მათ შორის ყველა ასაკით პენსიონერი, ყველა სკოლამდელი ასაკის ბავშვი იქნება დაზღვეული. ეს არის ჩვენი პასუხი კითხვაზე, როგორი უნდა იყოს ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სექტორში. 25 საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა მხოლოდ დეკემბერში, ეს ნიშნავს, რომ ახალ წელს ასეულობით ბავშვი, რომელიც წლების განმავლობაში დიდ ბავშვთა სახლებში ცხოვრობდა, შეხვდება ახალ წელს უკვე ოჯახურ გარემოში. ყველა ის მოქალაქე, რომელიც საჭიროებს საპროტეზო დახმარებას, მიიღებს ამ დახმარებას. ჩვენ გვეგმავთ, რომ ადგილობრივი კადრები, სამედიცინო კადრები თუ საჭიროა გადავამზადოთ, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, ყველა სამედიცინო ან სხვა ტიპის სოციალური პროექტი, რაც პრეზიდენტის ინიციატივასთან არის დაკავშირებული, არის შესაბამისად უზრუნველყოფილი ბიუჯეტიდანაც. საქართველოს კონტროლის პალატამ 2012 წლის პრიორიტეტები დაასახელა. კონტროლის პალატის სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე შედგენილ ნუსხაში ის კონკრეტული მიმართულებებია, რომლებიც ხასიათდება მომატებული აუდიტორული რისკებით. კრიტერიუმების მიხედვით შემუშავდეს საჯარო ინტერესთა ნუსხა, რომელიც შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: სახელმწიფო ქონების მართვა, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების, სოციალური დახმარების სისტემა, განათლებისა და მეცნიერების, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. ნუსხის ძირითადი მიმართულებებია: სახელმწიფო ქონების მართვა, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები, განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, სოციალური სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და პროგრამები, საჯარო ფინანსების მართვის სისტემა, სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სისტემების მართვა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკუთარი შემოსავლები, ქალაქ თბილისის და სხვა იმ თვითმმართველი ერთეულების, ასე ვთქვათ, მუნიციპალური ბიუჯეტები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 50,000 აღემატება. მომავალ წელს სამი ძირითად სფეროს გამოვყოფდი, ეს არის ჯანდაცვის და სოციალური სფერო. თქვენ იცით, რომ 2011 წლის განმავლობაში კონტროლის პალატამ სადაზღვეო სფეროში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოავლინა და მნიშვნელოვანი აუდიტის შედეგები იყო. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს ავტორული რისკები ამ სფეროში შენარჩუნებული იქნება და ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმოთ ამ სფეროს. მეორე სფერო არის ეს არის სახელმწიფო ქონების მართვა. დღესდღეობით აუდიტების შედეგად გამოვლინდა, რომ სახელმწიფოს რეალურად არ აქვს ზუსტი ინფორმაცია თუ რა მატერიალურ ეროვნულ დოლარს ფლობს სახელმწიფო უწყებები, ეს არის ქონების შეფასებები, შენობების ფასი და ასე შემდეგ. ამიტომ ამ მხრივ ჩვენ მნიშვნელოვან სამოქმედო გეგმას განსაზღვრავთ და სამინისტროებთან ერთად ჩავატარებთ მუშაობას. გარდა ამისა, განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ასევე სოფლის მეურნეობის პროგრამები.
2011 წლის მუშაობის შედეგების შეაჯამა საჯარო რეესტრმაც თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილის განცხადებით ამ წელს მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველომ 191 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა. მისივე თქმით 2011 წელს დაიწყო დამისამართების პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით სამი სამართო სისტემის განვითარებას და შესაბამისად მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესებას. 2011 წელი მნიშვნელოვანი იყო საჯარო რეესტრისთვის, იმიტომ რომ პირველად ქონების რეგისტრაციის კუთხით საქართველოს doing business-ის გამოგიტყვებით გავიდა პირველ ადგილზე. მნიშვნელოვანი იყო განვითარებით, რომ საქართველოს მონაცემები გამოჩნდა Google-ის რუკაზე, დავიწყეთ დამისამართების პროექტი, განხორციელდა GeoQuest პროექტი, ეს სერვისები, რომელიც დაინერგა წელს, კიდევ უფრო გაამაღლებს ჩვენ საქმიანობას მომავალს და ვფიქრობთ, რომ შემდეგი წელი წარმატებული იქნება ჩვენთვის. ლეიბორისტების საწვავზე ფასების დაწევა სითხოვენ, როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე პაატე ჯიბლაძემ განაცხადა, ბენზინისა და დიზელზე გაზრდილ ფასებს პირადად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ბიზნესში გადასული ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი აკონტროლებენ. პაატე ჯიბლაძის თქმით, საწვავზე გაზრდილი ფასები პირდაპირ პროპორციულია სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტების გაზრდილი ფასებისა. საქართველოს ლეიბორისტული პარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც პირადად აკონტროლებს საწვავზე ხელოვნურად გაზრდილ ფასებს, დაწიოს ის რეალურ ღირებულებამდე, რათა შობა ახალ წელს მოსახლეობამ რეალურად მაინც იგრძნოს მცირედი შეღავათი. და ეს მცირედი შეღავათი გაგრძელდება, მეგობრებო, მთელი წლის განმავლობაში, ვინაიდან კიდევ ერთხელ მე ხაზს უსვავ იმას, რომ ქვეყანაში დღეს სააკაშვილ კეზერაშვილის მიერ ხელოვნურად არის გაზრდილი.